პროფესორო, როგორი კაცი ვარ, იცი? ოღონდ სალაპარაკო თემა მომეცი. არა, ეს არის ტყუილი, მე ასეთი არ ვარ. მე ოღონდ შედეგი მომეცი და რაც გინდა ის გააკეთე. რაც გინდაში, ახლა კაბა ჩაიცვი და ირბინე თქო არ მიგულისხმია. ანუ საქმე რაშია, როცა ქართულ კლუბებს საქმე კარგად მისდით, მე მეტი არაფერი არ მინდა. ერთოდ არ მანახლებს, ვის გაყიდით, ვის დააბრუნებთ და როგორი ფეხბურთელებით დაიწყებთ სეზონს. არ მაინტერესებს ქართული კლუბების მესვეურები რამდენ ფულებს გააკეთებენ, ისენც გიქნიათ მილიარდები გიშოვია. ნამდვილად ასე არ მადარდებს ვინ რამდენ მილიარდს იშოვის. მე მთავარი შედეგი მომეც. თქვენც ასე უნდა იყოთ, რაში გაინტერესებთ ხო ვინ რამდენ შოულობს. იცით ხოლმე იშოვა, ღმერთმა შეგარგოს. სწორია ეს, მაგრამ როცა შედეგები არ გაქვს, მე უკვე გულშემატკივარი გერჩის. რატომ გერჩის? გერჩის, რატომ გერჩის? რა ვიცი, შენი ჯინი აქვს ბავშვობიდან. ხო, რო დაფიქრდე, მიხვდები ალბათ. იმიტომ რომ კლუბი, რომელსაც ის გულშემატკივრობს, უნდა რომ წარმატებული იყოს. საზღვარგარეთაც რო წავა, იქაც უნდა რომ იამაყოს თავისი გუნდის ფეხბურთელებით და არა იამალის ბოზებით. სწორად გამიგეთ, ჩვენი ფეხბურთით გვინდა გავიხაროთ და არა კატალონიურით, ან მადრიდულით. ხედავთ ხო ფოტოს? არ დავიწყებ ბევრ ტლიკინს, ზუსტად იცით რაც ხდება, ხო? მიხვდით ხო, რაზე შემოვედი და რაზე დავიწყე საუბარი. დაბრუნდნენ. ერთი იჯარით დაბრუნდა, მეორე სანამ რამე უკეთესი გამოჩნდებოდეს. ქაოსია, დიდი ქაოსი ქართულ საკლუბო ფეხბურთში, განსაკუთრებით თბილისის დინამოში. კაცი შვილს არ ადარდებს ეს ამბავი პროფესორო. სეიფშია შენახული ლამაზად და დიდი ბოქლო მიადევს. არ ადარდებში გულისხმობს სპორტულ ჟურნალისტებს, იმ ბლოგერებს, რომლებსაც ძალიან ბევრი გამომწერები ყავთ და დარდი არა გაქვთ. აი ამ თემებზე საუბარს ყველა ერიდება. ავიჯერო ახლა მოგწონ შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. კარგი ფაქტია? წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ ჩამოვლენ ჩვენი ქართველი ლეგიონერები, ითამაშებენ სანაკრებო თამაშებს და მშვიდობით ჩვენი ფეხბურთი. აი ეს არის წელიწადში 4x4 თამაში ქართული ფეხბურთი. დამთავრდა. ვერ მიგიხვდი საკლუბო დონეზე არ გინდა რომ განვითარდეთ? წინ წავიდეთ? მე საერთოდ ჭიჭიკო ვარ, ვიღაც ჭიჭიკო იმ ჟურნალისტებთან შედარებით, რომლებიც სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ. ის პროფესორო, დანარჩენი მოდი შენ გააგრძელე. პროფესორო, ჩემი YouTube არხის გამოწერა აღარ გაგიჭირდება. აი აქ მაქვს დამატებული, უბრალოდ შედიხარ, თიც დააჭერ, შეხვალ და გამოიწერ. შენს გარეშე ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ, პრაქტიკულად არაფერი არ არის. ნუ იქნები საჩოკის სამშობლოს თუ არა, ვიღაცას მაინც გამოადექი.